მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა მოგილოცოთ ყველას ახალი წელი, მინდა გითხრათ აბსოლუტურად ყველას უღრმესი მადლობა, ვინც ჩემთან იყო ამ 1 წლის განმავლობაში, 2025 წლის განმავლობაში. განსაკუთრებულად დიდი მადლობა მინდა გითხრათ მათ, ვინც უფრო დიდი ხანია, რაც ჩემთან ხართ. ყველას უღრმესი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. მე ამას ძალიან ვაფასებ და ყოველთვის ვეცდები, რომ თქვენთვის რაც შეიძლება საინტერესო საჯარო გაშლები, რაც შეიძლება საინტერესო კონტენტი გავაკეთო. სხვათა შორის მაქვს ახალი იდეები თქვენთვის, რომლებსაც აუცილებლად გაგაცნობთ შემდგომ, როდესაც ამის დრო დადგება. და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით, თუ როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები, თქვენი ფინანსური ენერგია ამ 1 თვის, ანუ იანვრის განმავლობაში. ვარიანტი გვექნება სულ 2. იანვრის სტარო პროგნოზი უკვე დევს, მეგობრებო, შეგიძლიათ დაძებნოთ დევს უკვე. და ახლა უშუალოდ ფინანსებზე ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები იანვრის 2026 წლის იანვრის თვეში. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები და როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები. პირველი ვარიანტი გვაქვს ასეთი ქვა და მეორე ვარიანტი გვაქვს ასეთი ქვა. ესე. არჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ. შეგახსენებთ, რომ პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის უფრო ზუსტი. წელიწადის ტარო პროგნოზის შეკვეთაც შეგიძლიათ, რა თქმა უნდა. ასევე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით ველოდებით თქვენს უკავშირს კომენტარების, ლაიქების სახით. და მეგობრებო, 2 იანვარი არის ერთადერთი დღე, როდესაც წელიწადში მე არ ვმუშაობ, იმიტომ რომ 2 იანვარს მე მაქვს დაბადების დღე. ამიტომაც პირადი კონსულტაცია, ვისაც გსურთ, მომწერეთ 1 იანვარს ან 3 იანვარს. არ არის პრობლემა ჩემთვის. მაგრამ 2 იანვარს სამწუხაროდ კონსულტაციას ვერავისთან ვერ ჩავატარებ უბრალოდ. იმიტომ რომ დაბადების დღეზე დიდად კარგი არ არის ტაროს გაშლა გარკვეული მიზეზების გამო. და საჯარო გაშლას რაც შეეხება ჯერჯერობით არ ვიცი, შეიძლება დავდო. მაგრამ კარგით, აღარ შეგაყოვნებთ, მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენი ფინანსები როგორ განვითარდება და აქ გამოვიდა არკანი თასების 7-იანი. კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ სადარდებელი ნამდვილად არაფერი გაქვთ, მაგრამ მინდა რომ დავამატო არკანები. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები 2026 წლის იანვრის თვეში. არკანი პენტაკლების რაინდი, კვერთხების მეფე. შეხედეთ მეგობრებო, აქ ძალიან ბევრ თქვენგანს მოგიწევთ საკმაოდ ბევრი შრომა, ბევრი მუშაობა, თუმცა ეს მუშაობა იქნება საკმაოდ ნაყოფიერი. ვერ ვიტყოდი იმას, რომ სადარდებელი გაქვთ რაღაც, უბრალოდ ფინანსებს რაც შეეხება, ფინანსური მოძრაობა აქ აშკარად ჩანს. ანუ ფინანსები აშკარად მოძრაობს, თქვენს ირგვლივ მოძრაობს თქვენს რეალობაში. ცხადია, აქ შეიძლება მაინც და მაინც მძლავრი ფინანსური გადასარევი მდგომარეობა აქ არ იყოს, ხო? საახალწლო მიზეზების გამო, მაგრამ ნახეთ, აქ მოდის ფინანსური დაკმაყოფილება, ანუ თქვენ მარტივიანით რომ გითხრათ, იქნებით კმაყოფილი თქვენი ფინანსური ენერგიით იანვრის თვეში. უბრალოდ აქ მოდის ცვლილებები უშუალოდ შინაგანად და რა შუაში არის ეს ახლა ვახსნი. იმ შუაშია მეგობრებო, რომ თქვენ გინდათ არ გინდათ მოგიწევთ მეტი ანალიზი, მეტი ფიქრი იმასთან დაკავშირებით, როგორ გაანაწილოთ თქვენი ფინანსური ენერგია უფრო სწორად, უფრო რაციონალურად. ზოგადად ფინანსური ენერგიას უყვარს ის, როდესაც ჩვენ მას ვითვლით, ჩვენ მას ვაანალიზებთ და პლუს ამასთან ერთად, როდესაც მოდის მიუხედავად ამისა თავის სათხად წანებივრებაც, ხო? ძალიან უყვართ ეს ფინანსებს, ეს ბალანსი. მაგრამ იანვრის თვეში მოგიწევთ უფრო მეტად ეს გათვლები, ცოტა მეტი დაფიქრება, ცოტა მეტი ანალიტიკური ანალიზი, თუმცა საბოლოო ჯამში ფინანსურად ნეგატიურ მდგომარეობას ვერ ვხედავ. ერთადერთი პერიოდულად აქ შეიძლება იყოს ზედმეტად ბევრი მოლოდინები, ზედმეტად ბევრი ფიქრები, იმასთან დაკავშირებით რაღაც გამოვა, არ გამოვა, გამომივა, არ გამომივა, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში კარგად არის, კარგად ჩანს, მყარად გახართ თქვენს ფინანსურ ენერგიაში, უბრალოდ ნუ ელოდებით რაღაც სწრაფ შედეგებს, ნუ ელოდებით რაღაც მძლავრ შედეგებს და ნუ ელოდებით იმას, რომ აი ყველაფერი
ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ, ხო? ცოტათი მეტი გათვლა მაინც მოგიწევთ. კიდევ ერთი არკანით მინდა გითხრათ. დავამატოთ, აბა, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები. არკანი ვარსკვლავი. ფინანსები მოდის ნელი, ბეჯითი, მაგრამ ძალიან სწორი და ძალიან კარგი ტემპით. თქვენს რეალობაში იანვრის თვეში იქნება თქვენთვის საკმარისი ფინანსური ენერგია, გავიმეორებ სადარდებელი იმაზე, რამდენად საკმარისია, გეყოფათ, არ გეყოფათ, აქ ნამდვილად არ იქნება, უბრალოდ პერიოდულად აქ იგრძნობა ის ენერგია, რომ აი დროზე გამომივიდეს, გამომივა, არ გამომივა და ასე შემდეგ. მაგრამ ასეთ ფიქრებს გირჩევთ, რომ თავი დაანებოთ მეგობრებო, იმიტომ რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენ შემთხვევაში აბა ვნახოთ როგორ განვითარდება ფინანსები ხმლების 7-იანი. მეგობრებო, რა ხდება ამ 7-იანებზე? 7-იანი არის ცოტა ისეთი ენერგია, მოლოდინების, მაგრამ ამავდროულად მოძრაობისიც ძალიან არ მომწონს ხოლმე. და ფინანსების კუთხით პირველ რიგში აქ შესაძლებელია იყოს გარკვეული ენერგეტიკული ქურდობა, ამიტომაც მაქსიმალურად კარგად დააკვირდით პირველ რიგში ვის რა სახის ინფორმაციას უზიარებთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება იყოს პირველ რიგში ავითვალი და ინფორმაციული ქურდობები. ამ კუთხით იყავით ფრთხილად და რა თქმა უნდა, მთავარი გაფრთხილება ფინანსებთან დაკავშირებით არის ის, რომ კარგად დაფიქრდით რაში და სად მიდის თქვენი ფინანსური ენერგიები. მაგალითად, რაღაც თუ თქვენ თვლით, რომ არ გჭირდებათ ან რაღაცაში თუ თქვენ ბოლომდე არ არკვევით, უმჯობესია რომ სანამ ბოლომდე არ გაერკვევით, მანამდე არ გასცეთ ამ რაღაცაში ფული, ხო? ასევე არის რა თქმა უნდა ადამიანებშიც კარგად დაფიქრდით, სანამ კონკრეტულ ადამიანზე დახარჯავთ გარკვეულ თანხებს. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები იანვრის თვეში. ნახოთ აბა, როგორ განვითარდება. არკანი კვერთხების 4-იანი და არკანი სიკვდილი. რას ეხება ის სიკვდილი? კვერთხების 8-იანი და თასების 2-იანი. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ენერგიები მოდის აქ. ზოგ რაღაცებს აქ სამწუხაროდ ვერ გავაჟღერებ, უბრალოდ იმიტომ რომ ბევრი თქვენგანი ცნობიერი შეიძლება ამისათვის მზად არ იყოს, მაგრამ აქ ცუდი არაფერია, პირიქით ძალიან კარგი რაღაც დავინახე. უბრალოდ აი ყველა ცნობიერი არ არის მზად ამ ინფორმაციისთვის, ამიტომაც რაღაცას არ უიტყვი. რაღაც კარგს, იყოს სიურპრიზი. მაგრამ რა ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ? პირველ რიგში აქ იგრძნობა ფინანსური სტაბილურობა, ფინანსური სიმყარე, იგრძნობა კომუნიკაციები ფინანსებთან დაკავშირებით, ვისთვისაც აქტუალური არის კლიენტურა, კონტრაქტები, მსგავსი რაღაცეები, აქ ესეც იგრძნობა ძალიან მძლავრად. მაგალითად, თუ თქვენ კლიენტებზე ხართ დამოკიდებული, აქ კლიენტები ძალიან ბევრი იქნება საკმაოდ საინტერესო კომუნიკაციები, საკმაოდ ინტენსიური და ნაყოფიერი კომუნიკაციები კლიენტებთან, დატკბებით, რასაც ქვია, ხოლო ვისთვისაც ეს აქტუალური საკითხი არ არის, ამ შემთხვევაში უბრალოდ ვიტყოდი იმას, რომ თქვენთვის ერთ-ერთი მთავარი გასაღები იანვრის თვეში ფინანსების კუთხით იქნება ზუსტადაც რომ კომუნიკაციის ენერგიები. რაც უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება თქვენს რეალობაში, მით უფრო ინტენსიურად წამოვა თქვენს რეალობაში ფინანსური ენერგიები. ასევე აქ ჩანს აშკარად ფინანსური სიმყარე, ფინანსური სტაბილურობა, რაც უკვე არის კარგი, მაგრამ ნახეთ აქ მოდის ტრანსფორმაციული ენერგია. ტრანსფორმაციები მოდის, რა თქმა უნდა, დადებითი კუთხით. ამაში ეჭვიც კი არ შეგეპაროთ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ. ნახეთ კვერთხების 8-იანი და ისევ 7-იანი. პირველ ვარიანტშიც 7-იანი დაიწყო და 7-იანი დასრულდა და მეორე ვარიანტშიც ხმლების 7-იანი დაიწყო და კვერთხების 7-იანით სრულდება გაშლა. თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი პირადი საზღვრების დაცვა, მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ აქ თქვენს რეალობაში იანვრის თვეში იქნებიან ადამიანები, რომლებიც ეცდებიან მანიპულაციებით, ვითომ კარგი განწყობით თქვენგან ინფორმაციის მოპარვას, ფინანსური ენერგიის მოპარვას, მაგალითად თავის შეცოდებით ან რაღაც ასეთით, ხო? ამიტომაც ამ კუთხით იყავით ფრთხილად და მეტად კაცრად დაიცავით თქვენი პირადი საზღვრები. თუ საჭირო არის, რა თქმა უნდა, ამ კაცრი უარი, კაცრი საუბარი, კონფლიქტიც, აზრთა დაპირისპირება კამათიც, ხო? თუ საჭიროებას წარმოადგენს. არავითარ შემთხვევაში არ წამოეგოთ არც თავის შეცოდებებს, არც манипуляციებს სხვა კუთხით, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი გონება აქვს, ყველა ადამიანს ტყუილად არ უდევს თავისი ტვინი თავში, ხო? ну, ვისაც უდევს.
და თუ ადამიანს რაღაც მომენტში უჭირს, რაღაც მომენტში ფინანსები არ აქვს, რა თქმა უნდა, ყველაზე ახლო ადამიანში არ არის ცუდი არაფერი, რომ გთხოვოთ რაღაც, ხო? მაგრამ დაფიქრდით, რამდენად გაქვთ იმის საშუალება, რომ დაეხმაროთ. თუ არ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ადამიანს, უბრალოდ დაეხმარებით. ხვდებით, ხო? სულ ეს არის მეგობრებო, მეც აქ ნამდვილად ვეღარ არაფერს დავამატებ. ბედნიერი დრო, ბედნიერი წელიწადი გილოცავთ კიდევ ერთხელ ყველას. წარმატებებს ნაყოფიერ იანვრისთვის გისურვებთ და ნახვამდის მეგობრებო.